13 დეკემბერს რუსთავში ქართული გალობის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებას რუსთავის დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა. ფესტივალი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და რუსთავის მერიის ორგანიზებით ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 13 დეკემბერს წმინდა მოციქულ ანდრია პირველ წოდებულს, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალს, წმინდა პეტრე პირველ კათოლიკოსსა და წმინდა სამუელ პირველ კათოლიკოსს იხსენიებს. ღონისძიებაში რუსთავის, მარნეულის, ბოლნისის, მანგლისისა და წალკის ტაძრების მგალობელთა გუნდები მონაწილეობდნენ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა. მან რუსთავის დრამატულ თეატრში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ქართული გალობის ფესტივალს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები, სხვა სასულიერო პირები, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი და რუსთავის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. მინდა დღევანდელი დღე მიულოცო ყველა მონაწილეს. ანდრია პირველ წოდებულის ხსენების დღე, ვახტანგ მეფის ხსენების დღე, საოცარი პიროვნებები არიან თავიანთი ცხოვრებით და თითოეულ ადამიანს გვაძლევენ იმედს, გვაძლევენ გზამკვლევს, მიმართულებას, თუ რაზე უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ ცხოვრებაში აქცენტს და დასაყრდენს. ღონისძიება, რომელიც დღეს იმართება, მნიშვნელოვანია იმით, რომ მან შეძლო გაერთიანებინა უამრავი ადამიანი, თუმცა ეს ყველაფერი იწყებოდა ერთეული ადამიანებით, რომელსაც თითქოს არ ჰქონდათ პერსპექტივა, გზის სირთულე იყო ძალიან დიდი, თუმცა მათ გადალახეს ეს ყველაფერი და დღევანდელ დღემდე უკვე აგერ ამდენი გუნდი, ამდენი გალობელი, ამდენი ტაძრის წარმომადგენელი ერთვებიან ამ პროცესში. მე მინდა უწმინდეს მოუხადო დიდი მადლობა, რომელიც ამ ყველაფერს თავიდანვე დიდი მხარდაჭერით დაუდგა გვერდში, თუნდაც გაერთიანა 2-3 ადამიანი, მაგრამ აი ხო ხედავთ დღეს რამხელა ძალა აქვს შემართებას, რამხელა ძალა აქვს ერთობას და სწორი საქმის კეთებას. მადლობა უწმინდეს, მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ საქმეში თავიდანვე იყვნენ, მიუხედავად გზის სირთულისა, გადალახეს ეს ყველაფერი და მოიტანეს ჩვენამდე. და რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენი რუსთავის მერიის წარმომადგენლებს, ქალბატონ მერს, რომელიც ყოველთვის გვერდში გვიდგას მსგავს წამოწყებებში და ტექნიკურად უზრუნველყოფს ამ ყველაფერს. ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ დაარსდა ქართული გალობის ფესტივალი და ამასთან ერთად გვახარებს ის, რომ ეს არის არამხოლოდ რუსთავისთვის სასიხალო ამბავი, არამედ რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ რეგიონი ჩაერთო. ძალიან გვიხარია ის, რომ მოახერხეს და დღევანდელ პირველ ფესტივალში მონაწილეობას იღებენ წალკის, მარნეულის, ბოლნისის, თეთრი წყაროს გუნდები. იმის გათვალისწინებით, რომ პირველია, მასშტაბურობაც აქვს ამის გამო, 120-ზე მეტი მონაწილეა და დიდი სურვილი გვაქვს და იმედია, რომ ეს ფესტივალი იქნება რეგულარული. ქართული გალობის ფესტივალი ფრიად მნიშვნელოვანია. ახლა უკვე არა მარტო რუსთავის ტაძრების გუნდები მონაწილეობდნენ, არამედ ქვემო ქართლის მასშტაბით, ესე ვთქვათ, გაიზარდა ეს სივრცე. უფრო მეტი ჩართულობა ჩვენც მარნეულის საკათედრო ტაძრის გალობელთა გუნდი წარვდგებს მერელთა წინაშე. ჩვენთვის ყოველი ესეთი წამოწყება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მისასალმებელია. მადლობა მინდა უთხრა თითოეულ ორგანიზატორს, თითოეულ გალობელს, მონაწილეს, ვინც აი ამ დღევანდელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და ჩართული იყო აქტიურად. ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქართული საეკლესიო გალობა საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა და დღემდე ჩვენი წინაპრების სწავლობით მან შეურყვნელად მოაღწია. შესაბამისად, ქართული საეკლესიო გალობა გახლავთ პროფესიული მუსიკა, მას საუკუნეების განმავლობაში ჩამოუყალიბდა მისი დამახასიათებელი კილოვური სტრუქტურა, მისთვის დამახასიათებელი ჰარმონიზაცია და პრაქტიკული შესრულების მანერის პრინციპები. შესაბამისად, მას სჭირდება განსაკუთრებული თანადგომა. დღეს რუსთავმა უმასპინძლა გალობის ფესტივალს, რომელიც ქვემო ქართლის მასშტაბით ჩავატარეთ და მე დარწმუნებული ვარ, ეს ფესტივალი დარჩება როგორც კარგი ტრადიცია ჩვენი ქალაქისთვის. პირველი კონცერტი ჩატარდა 2023 წელს და მონაწილეობდნენ რუსთავის ტაძრების მგალობელთა გუნდები. და წელს ჩვენ ინიციატივით შევედით ქალბატონ ნინო ლაცაბიძესთან, რომ ეს ფესტივალის სახე
მიეცა უკვე ამ ღონისძიებას და ნინო ძალიან დიდი ენთუზიაზმით დაგვთანხმდა და სრული მხარდაჭერა აღვიქვა და წელს უკვე ჩატარდა ფესტივალი, ქართული გალობის ფესტივალი რუსთავში, სადაც მონაწილეობდნენ ქვემო ქართლის რეგიონის გალობელთა გუნდები. შეგახსენებთ, რომ ქართული გალობის ფესტივალი წელს პირველად გაიმართა. ღონისძიებაში ქვემო ქართლის რეგიონის 18 გუნდი და 120-ზე მეტი მგალობელი მონაწილეობდა. მინდა მადლობა გადაუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს, რამდენადაც ფესტივალში მონაწილეობა ჩვენთვის როგორც სამგალობლო გუნდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და უდიდესი სტიმულის მომცემია. რადგან გარდა იმისა, რომ ჩვენ ტაძარში მოღვაწეობთ და ტაძარში ვასრულებთ საგალობელს, ასევე მნიშვნელოვანია ქართული საგალობლების პოპულარიზაცია და ეს ფესტივალი კიდევ ერთი საშუალებაა ამისთვის, რომ ფართო საზოგადოებასაც ვაჩვენოთ ის საგალობლები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს და შემოგვინახეს. მადლობა კიდევ ერთხელ ფესტივალის ორგანიზატორებს, რუსთავის მერიას, ასევე საპატრიარქოს და იმედი მაქვს, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადად ჩვენი გუნდისთვის, იმიტომ რომ ზოგადად ჩვენი გალობის გადარჩენისთვის ძალიან დიდი ღვაწლი გაწიეს ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ გავაგრძელოთ მათი საქმე, გადავცეთ ეს გალობა ჩვენს თავმოყრობას და დღევანდელი დღეს ერთ-ერთი ამის მაგალითია და იმედია ასეთი დღეები ხშირად იქნება და ჩვენც შევეცდებით მივიღოთ ხოლმე მონაწილეობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა თქვა მთელი გუნდის სახელით ორგანიზატორებთან და რა ვიცი, ვინც იყო ამ საქმეში ჩართული, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება. ორგანიზატორთა განმარტებით ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს. საღამო მრავალჟამიერით დასრულდა.